მზევინარ აბაშვილი თვალჭრელიძის ქუჩაზე მცხოვრები, რომელიც გუშინ სხვებთან ერთად გამოასახლეს, უნდა აღინიშნოს, რომ მზევინარი არის 5 შვილის დედა და მცირეწლოვან შვილებთან ერთად როგორ გაატარა უმძიმესი ღამე, როგორი იყო გუშინდელი უმძიმესი დღე და რა ხდება ახლა ადგილზე, სწორედ მისგან გავიგებთ. მოგესალმებით, ქალბატონო მზევინარ, ძალიან დიდი მადლობა ჩართვისთვის. პირველ რიგში როგორ ხართ, გითხარით, როგორ ჩაიარა თქვენმა ღამემ და ახლა როგორ მდგომარეობაში ხართ? რო გითხრათ, რომ შვიდად ჩაიარა და მშვიდობა იყო ჩვენთვის ყველია, ამჟამად მშვიდობა ვისთვის იყო ფაქტი სახეზეა. ხალხი გარეთ მოწმენდის ქვეშ ვიყავით დარჩენილები. ბავშვებთან ერთად ქალბატონო მზევინარ? არა, ბავშვებთან ერთად არა, ბავშვები ვერ გავიმეტებ, იმიტომ რომ ბავშვებმა სოციალური, ისა ქვია, ფსიქოლოგიური ზეწოლა რომ დავინახე, რომ არ დიახ, გესმით ქალბატონო მზევინარ? დიახ, არის რა ქვია, ფსიქოლოგიური ზეწოლა რომ მიიღეს და ასეთი რაღაცას რომ შეესწრენ, იძულებული გახდირო დეიდამისთან წამეყვანა. ამიტომ ბავშვები არ გამოვიყვანე, როგორც იძახოდნენ და როგორც მითხრა ბატონი გიორგი ფარად ვიყენებ თურმე ჩვენ შვილებს, ნამდვილად ფაქტია რომ ავიყენებ ფარად შვილებს და ნამდვილად ამ ხალხს აკრო ფარად გამოვიყენო, ეს ყველია. დასაკვირველია, ვერ წარმომიდგენია, არ არსებობს, უბრალოდ არ არსებობს, მხოლოდ მათ ფანტაზიებში შეიძლება არსებობდეს მშობელი, ვისაც შეიძლება სიამოვნებდეს მისი შვილის იმგვარ მდგომარეობაში ყოფნა, რა კადრებით ჩვენ გუშინ ვიხილეთ, მაგრამ თქვენ დარწმუნებული ვარ, რომ პირიქით ყველაფერს გააკეთებთ იმისთვის, რომ ამ ბავშვებმა არ მიიღონ კიდევ დამატებითი ტრავმა, რაც მიიღეს, მე მგონი ესეც ძალიან მძიმეა ამ ასაკში ბავშვებისთვის. ქალბატონო მზევინარ, დიახ, ბავშვებმა მსგავსი რამე შეესწრონდა უყურონ, ამიტომაც დავტოვე დეიდამისთან. კიდევ მინდა თხოვნით მოგისმინოთ, აი ახლა განახევთ, რო ტყუილი დაწერეთ ჩემზე, აგერ გოგოები კამერა ჩანს, კარგად? გამომიგზავნეს გუში. მოატრიალეთ ტელეფონი და ჩვენ შევეცდებით რა. დამაკმაყოფილეს მე ამე თვალჭრელიძე მზევინარი აბაშვილი, რომელიც დააკმაყოფილეს თუ ჩანს აღეკაგე იმედმა ორმა რუსთავმა და კიდე არ მახსოვს რომელმა 50,000 ლარით მომცეს. 10 საბუთი აწერია მე რომ აქ 50,000 ლარით მომცეს რომ მე გავჩუმებულიყავი თუ წავსულიყავი. 10 ფაქტი წერია, 10 საბუთი წერია, 10 ხელშეკრულება. ბატონი გიორგის რო შევედი და ნება დამთო და გავესაუბრე, ვეუნები ჩეკი მანახეთ რო წერენ თავი ორი და ის ან რაღაცა რომ მე თქვენ მომეცით 50,000. კაცი იძახის ადამიანი მე თქვენთვის 50,000 არ მომიცია. რატო წამეს ცილს ატომ წამენ, რატო წერენ ტყუილებს რომ მე თურმე და მომცეს 50,000. ეს 50,000 თურმე ყოფილა გუში რომ მოვიდა ის რა ქვია დევნილთა სამინისტროდან ორი მამაკაცი, რომელიც საბუთი აწერილობითი არაფერი არ მოუტანია. სიტყვიერად მეუნებია რომ თქვენ რო დააწერეთო დევნილთა სამინისტროშიო განცხადებო დაგაკმაყოფილეს და 10 მახსოვდა თუ დაწერილი მქონდა ეს ინფორმაცია 2 წლის უკან რო დავწერე, თუმცა დამაკმაყოფილეს ეს გუშინდა ვგებულობ შემთხვევით. როგორც ჯერ არ ვიცი მართლა დაკმაყოფილებული ვარ თუ არა, ეგაც არ ვიცი. არ გამიყვევია 10 საბუთი დაგხებოდი. და ასეთ ყველაში ცხოვრება არ შეიძლება. ანუ იმედმა და პროპაგანდისტულმა არხებმა თქვენზე ადრე გაიგეს, გამოაქვეყნეს ჯერ ეს პოსტი და შემდეგ თქვენამდე მოვიდა ინფორმაცია, რომ თურმე 2 წლის წინ შეტანილ საბუთთან დაკავშირებით და ჩაგირიცხეს ეს თანხა. დევნილთა სამინისტრო მეუბნება, კი ბატონო, დევნილთა სამინისტრო მეუბნება სხვანაირად, რომ თქვენ თურმე მე რო დავწერო 2 წლის უკან როგორც მრავალშვილიანი სტატუსი 50 ლარით ფარგლებში და მაკმაყოფილეს რომ ბინა უნდა ვნახო მე 50,000 ლარში, ერთი მითხარით 50,000 ლარში თუ იძებნება ბინა, მე დიდი სიამოვნებით შევა თუ ასე იაფათა არ ვიცი. მეორედ კიდე 10 საბუთი მაქვს მე იმისი დადასტურებული რომ აი მე ახლა მაქვს 50,000. მეორედ მოდის წერენ ეს არხები რომ მე მომცა როგორც ბატონი გიორგი მომცა ეს თანხა. აქ აწერია რომ ხედა გიმკიცავ დევნილთა სამინისტრო ან მერიამ საბუთი ხონდა ეწეროს რომ ვიღაცამ დამაკმაყოფილა. იტაკი მიდის მან მე თუმცა არ ვარ დაკმაყოფილებული, ეს არის სულ ტყუილი, 10 სოფლელი ვარ აქაური მოქალაქე. არ უმასამართო მე ვითხოვ
ჩემ ქვეყანაში კონდეს ბინდა და მეც მივიღო არჩევნებში მონაწილეობა, არც ვიცი. და სტატუსი გაქვთ ქალბატონო მზევინარ, სოციალურად დაუცველი, ბრძანდებით მრავალშვილი. სოციალური დაუცველი, მრავალშვილი, კი ბატონო, მე ვარ სოციალური დაუცველი, მრავალშვილიანი დედა, უმისამართო. სახლი არ მაქვს, კარი არ მაქვს. ეგ მოდის თავიდან, რაც პირველად ავიღე მე სააკაკის პერიოდის პირადობა, იმის მერე ვარ მე ისა უმისამართო. დიახ, ქალბატონო მზევინარ, რომელსაც მეკუთვნის ხო? დიახ. რომ სადმე მომწეს ფაქტი, რომ სახელი ეწუროს და ის ბიულეტინი ჩემთანაც მოვიდეს და მეც ხო მაგ ჩემი ხმა დავაფიქსირო, აი საარჩევნო იქნება თუ სხვაგან. კი ბატონო, ქალბატონო მზევინარ, რამდენიმე დეტალის დაზუსტება მინდა თქვენთან თუ შეიძლება, იმიტომ რომ ჩვენ მოვისმინეთ ახლა კომპანიის წარმომადგენლის ინტერვიუ იყო ჟურნალისტებთან, არ ვიცი ქონდა თუ არა თქვენ შესაძლებლობა რომ თვალყური გედევნებინათ ამ ინტერვიუსთვის, მაგრამ რამდენიმე მთავარ დეტალზე მინდა რომ თქვენგან მოვისმინო ის ამბობს თუ არა სიმართლეს. მაგალითად, პირველი მისი განცხადებიდან იყო ის, რომ ათობით ადამიანთან შედგა შეთანხმება, ქირა ფართები, ოდენობა, რაოდენობის თანხა მიიღებენ ისინი და თავისი ნებით გადიან ისინი აი ამ თანხის სანაცვლოდ. არის ასეთი შეთანხმება? თქვენთან რომ არ არის გასაგებია, მაგრამ თქვენს გარშემო იცით რომ ასეთ დიახ ჩემთვის პირადად არ არის ეგ ცნობილი, არ მინახია, არ ვიცი პირადად, იმიტომ რომ თქვა რომ გამოვიტან სიასო, ვინემაცო აიღეს და დაკმაყოფილდნენ, ჩემთვის არ ვიცი, არც არავინ არ ვიცი, იმიტომ რომ არიან ხალხი, რომელმაც არც შემოუთავაზებია და ასე უსიტყვო დაგტოვეს პასუხის გარეშე, მე კი შემომთავაზე 3 თვის 700 ლარიო ქირით რო წახვალდო, მაგრამ 3 თვის 700 ლარი მე რა უნდა ვქნა, ის ხო 700 ლარი ერთოთახიან მინასაც ვეღარ ახავ ამ დროში, ხო? 3 თვის მე რა უნდა ვქნა, ფიზიკურად სად უნდა წახვიდე. ამიტომ მე უარი უთხარი და სხვა საერთოდ არ შესთავაზე, საერთოდ სიაშიც არ ყავდა. ისინი ვინც იყვნენ, არ ვიცი, არ არის ჩემთვის ცნობილი და ვერ ვიტყვი ვერაფერს მაგას. კი ბატონო, და ასევე თქვენი ნივთები არის სრულად გამოტანილი, იმიტომ რომ ამბობდა რომ ნივთების გატანა ვისაც უნდა ჩვენ თვითონ ვეხმარებითო. არ არის გამოტანილი, არა. არა, სრულად არ არის გამოტანილი, ხოლე რომ ვინმე თუ არის ისეთი რომ დამეხმარო რომ გამომატანინონ, ხო და თავისი ჯეპას ველოდები რომ გამოვიტანო. ჩემთვის ახლა სრული არ არის, სრულად ვერ გამოიტანო. კი ბატონო, ქალბატონო მზევინარ, ასევე უნდა გკითხოთ აუცილებლად თვითონ აი გუშინდელ ფაქტზე, იმ ყველაფერზე, იმ პროცესზე, რასაც ჩვენ თვალყურს ვადევნებდით პირდაპირ ეთერში. აი ასეთი ძალადობით, ასეთი ფორმით, აი ასე გამოყვანა ადამიანების არ აქვს უკვე მნიშვნელობა, ეს ინვესტორს ეკუთვნის, კერძო საკუთრებაა, კი ბატონო და მასაც აქვს თავისუფლებები, მაგრამ აი ამ ფორმით ბავშვებთან ერთად ადამიანების გამოსახლება და აი იმ ხალხის მხრიდან, არ ვიცი ვისაც ეს წარმომადგენელი კომპანიის ამბობდა, რომ ჩემი კერძო დაცვა არისო და ისინი ძალადობდნენ თურმე ადამიანებზე. აი ამაზე რა სიტყვით? თქვენ აი გუშინდელ დღესთან დაკავშირებით, ასეთი ფორმით ადამიანების გამოყრა რას ნიშნავს თქვენთვის? სიტყვით ვერანაირად ვეღარაფერს ვიტყვი, უკვე ბევრჯერ ვილაპარაკე, ფაქტია, ყველაფერი გადაღებული და დანახი და თვითონ ხალხმა გამოიტანონ სწორედ ასკუნა და აზრი, რომ აი ასე. კი ვიცი რომ ისიც კი არ ვიცოდი, სიმართლე გითხრათ რომ ეს კერძო იყო. რომ შემოვედი, არც ვიცოდი, ხალხი იყო შემოსული და შემოვედი. არც ვიცოდი რომ ეს იყო ჯერ ვიღაცაზე, აი არც იყო დაზუსტებული. ახლახაც ვიღაცა შეისყიდა სიტყვაზე, ვინცა ზუსტად არ ვიცი, ვერ ვიტყვი და უცბად ასე ორ თვეში მოვკიდეს ხელი და გამოყარეს ერთი თვე და ორი თვე ვითომ გვაფრთხილებდნენ. თუ ვინმე შეისყიდა, ხო უნდა მოგცენ იმის უფლება, რომ თუ გვაკმაყოფილე, ჯერ გაგვიშვი და გვაკმაყოფილე. ისა რასაც ვითხოვთ იმიდან მე გამოვყარე. ეს რომ გამოგვიყარეს, ანუ ტერორისტები კი არა, სადმე რომ შევიდნენ ტერორისტებში, სადღაც მსგავსი რამე არ მომხდარა, რომ შემოგწე ადამიანები ვარ, ჩანთები გვიყავია. ის ხოენი იარაღი ხო არ გვეკავა, რომ შემოცვიდნენ და ასეთი მსგავსი რამე არ შეიძლება.
როგორ შეიძლება ჩვენ უფლებებსაც რო არ ღვევენ? ეგ არის სამართალი? ნამდვილად და განსაკუთრებით სადაც არის ბავშვი, სადაც არის მცირეწლოვანი, მე ასე ვფიქრობ და კი ბატონო, შემდეგ სპეციალისტებსაც ვკითხავ, რომ ალბათ უპირველესი არის ბავშვის ინტერესი და შემდეგ მოდის უკვე კერძო საკუთრება და სხვა კანონისმიერი აღსრულებისთვის საჭირო სხვადასხვა მექანიზმები. ერთ-ერთი ფორმაში ჩაცმული მოქალაქე პოლიციელი გუშინ იწახოდა მეტაო ესენო რისი თავი აქვს რომ ლატაობენო აი ასე განაცხადა ჩვენ ხალხის მიმართ კი რა თქმა უნდა მიუწიადი და უთხრა ნამდვილად ჩვენ აღარაფრის თავი არ აქვს რო თქვენ შეგერდათ ჩვენ უკვე აღარაფერი აღარა ვართ ამ ქვეყანაში ასე გამოვიდა მარტო არის ქვეყანა ამეების და ჩვენ ვინ ვართ აი კითხვა მაქვს ჩვენ ვინ ვართ ხო, ნუ სამწუხაროდ ამაზე ქვეყანაში რამე ფუნქცია გვაქვს? ვინც უნდა გასცეს პასუხი, ის ძალიან კარგად ხედავთ, რა პასუხსაც გაძლევთ. თქვენ ქაბატონ ზევინარ, ბოლოს აუცილებლად მინდა რომ თქვენ კიდევ ერთხელ, აი ახლა ჩვენი ტელეკომპანიის საშუალებით თქვათ თქვენი მთავარი გზავნილები, ვინ არის თქვენი მთავარი ადრესატი ახლა მოთხოვნების და როგორია ეს მოთხოვნა კიდევ ერთხელ რომ ჩამოაყალიბოთ. ჩვენი მოთხოვნები არის კიდე გავიმეორებ და ხალხის სახელით ვინც ვართ ჩვენი მოთხოვნა არის დაგვაყოფილონ ვინ ჩვენის კუთხე მოგცე ჩვენი სახლი მოგცე და შეგვიშვათ რომ ჩვენც გქონდეს იმის უფლება რომ ვიყვეთ სადმე ჩაწერილი და ჩვენი უფლებები და ჩვენი ხმა დავიცვათ სხვა ჩვენ ისეთ არაფერს არ მოვითხოვთ უბრალოდ მოგცე სადმე შევიდეთ რომ ჩვენი სახელზე იყოს და ჩვენი ხმა გავიდეს გარეთ სხვა არაფერს მოგცენ ბინა რომ მე მქონდეს ბინა და აღარ ვიყო მისამართის გარეშე და ჩემი ბიულეტინი იქნება თუ რაღაცა რომ მე ჩემი ხმა დავაფიქსირო კი ბატონო და ქაბატონ ზევინარ აი ხალხის წინაშე ყველას გვინდა აქ თავშესაფარი ჩვენ არც ეს აქვს შეაროთ სიცხიანი ბავშვს წამალი არ მოაწოდეს და სიცხეს აზომი არ მისეს რომ ბავშვს წამალი დაელევებინა და სიცხე გაეზომა არავის არ გვიხარია ჩვენი შვილები ამ პირობებში ცხოვრებას არავის არ გვაქვს სურვილი მაგრამ სხვა გზა რო არ დაგვჭა ის რო არ მოგცეს უპირატესობა იძულებული გავხდეთ ახლა შევსულიყავთ ჩვენ კი არ გვეხალეს რა ჩვენი ხარჯები კრედიტით ვალი თუ რა არის და ავაშენეთ მაგრამ ახლა ხო ასეთ დღეში ვარ გადმოგხედოს ბატონი კახებს პირადად თუ და დამიბაროს და შევხვდები გავესაუბრები და აუხსნი მოგცეს არ ვიტყუები ზოგიერთებივით მართლა არა მიღია 10 ბინები და ყველა ოჯახს რომ მისცეს 11 ბინა 10 მქონია 10 გვაქვს რო გქონდეს ჩვენ ახლა აქ ბიუნებზე კი არ დავწერი და დავიძინე ჩვენ არ გვეხალისება თვითონ რო წვანან იმაზე რა ქვია ტახტზე და აი 2 საწოლიანი როგეში ჩვენ აგერ აი მტვერშიდან აგავჩივწევად მოვიდეს ვიცი რომ არ ეხება ეს რაღაც კერძო არის როგორც ჩანს ჩვენ ვინ ვართ ხალხი ხო ვარ ხალხის ხმა ხო ეკუთვნის მაგათ ხო უბრალოდ გამოვიდეს გაგვესაუბროს და დაგვაყვალიანოს და მოგცეს ფაქტი შევიდეთ რომ ჩვენ ჩვენი მე არავის ხმას არ ამოიღოს ხალხი გააჩუმოს თვითონ მაშინ თუ ეგრეა ხო დღეს არ მეკუთვნით არის არჩევნები რამოდის ვახში ხო ვეკუთვნით ხო ვიდეო მიმართვა იყო და იქ ჩამოთვალა ზუსტად აი იმედის ქარდებით ილაპარაკა პირდაპირ ხო, ნამდვილად ასეა. დღეს ღამე რასაპირებთ, ქაბატონ ზევინარ, გითხარით და ამით დაგემშვიდობთ. დავშევით და სადაც ხვევი აგერ დავჩებით, სანამ ჩვენ მოთხოვნას არ დააკვანყოფილებენ. რა ვქნა, ზამთარით და ზაფხული აგერ უნდა ვიყვეთ. გააკმაყოფილო, გამოიჩინო ნებაყოფლება და მოივიდნენ ჩვენი არჩეულია ეს თავრობა. ხო და როგორც ავირჩიე და როგორც პირობები დაგვიდო რომ ასეთ ქვეყანაში გაცხოვრობ და მრავალშვილიანი იქნება და უსაფარო და სოციალური და ასე ვიზა და დავაკვაყოფილებინით ისე მოვიდი თავიანთ სიტყვას ვიძახი მე არაფერი არ ვამატებ არც ვაბუქებ თავიანთი პირობები რაც შეგვიქმნეს და რაც გითხრას იმ სიტყვას ვიმეორ მობრძანდეს ან დაგვიბაროს ყველა თითოეული ოჯახით დავჯდეთ ცივილიზებული ადამიანებივით დავჯდეთ თუ მეკუთვნის მომცეს. არა მეკუთვნის. ხო? გიჟი ხო არა ვარ, არ მეკუთვნის დახვიჯდე და ვათენე. მე დავისაუბრო, დავილაპარაკოთ ადამიანურად. კი ბატონო. სხვა მე არაფერი არ მაქვს პრეტენზია და არც გამოსულა და არაფერი მithოვია მაგეების.